როგორ ხარ ილია, ძალიან კარგ ფორმაში გამოიყურები. ძალიან კარგად ვარ, სიმართლე გითხრა კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. შესანიშნავად ვარჯიშობ, ცოტა დრო მაქვს 1 ესაა ცუდი, თორე ისე ბედნიერი ვარ. ვიცი რომ შეერთებულ შტატებში სულ მალე გაემგზავრები და თეთრ სახლში გასამართი ბრძოლისთვის უნდა მოემზადო. პირად ცხოვრებაში საკმაოდ რთული თვეები გადაიტანე, ამაზე არაფერს კითხავ. ვიცი რომ ცუდად იყავი, ტანჯვა გაიარე. ბოლოს და ბოლოს თავად ილიაც ადამიანია და განიცდის ამას. რა თქმა უნდა, რთული პერიოდი გადავიტანე. ჩემი იმ ნაწილების გაცნობა მომიწია, რომლებსაც აქამდე არ ვიცნობდი. საკუთარი თავი აღმოვაჩინე. მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. ყოველივე ამას სხვა პერსპექტივიდან უყურებ. მადლიერი ვარ ამ გამოცდილებისთვის და როგორც ყოველთვის იმ ადამიანად, რაც ახლა ვარ, სწორედ ეს მაყალიბებს. ახლა კი წინ თეთრ სახლში დიდი თავგადასავალი გველის. ვინ იფიქრებდა არა? მე ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ თეთრ სახლში მომიწევს ჩხუბი. აქამდე მან არანაირი სპორტული ღონისძიება არ გამართულა. ასე რომ ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ ამ გამოცდილებით. და ყველამ ვიცით ამ ბრძოლის მთავარი გმირი ვინც იქნება. შენი ვარჯიში ვნახე, ძალიან კარგ ფორმაში ხარ და მუშტები ფოლადებით მტკიცე გაქვს როგორც ყოველთვის. ხომ 100%-ით მზად ხარ? 100%-ით მზად ვარ. მომავალ კვირას შეერთებულ შტატებში მივემგზავრებით, რათა საბოლოო დეტალები დავხვეწოთ და სულ მალე ბრძოლაც გვექნება. 14 ივნისი თეთრი სახლი. ცხადი ალბათ ყველაზე პრივილეგირებული ადგილია მსოფლიოში. ძალაუფლების ცენტრი მთელ მსოფლიოში. სიმბოლური ადგილი და დონალდ ტრამპის დაბადების დღე. საინტერესოა ვინმე თუ შეატყობინა რომ მისი დაბადების დღის მთავარი გმირი ესპანეთიდან იქნება. როგორც ვიცი, მას ესპანელები დიდად გულზე არ ეხატება. სიმართლე გითხრა, არ ვფიქრობ, რომ მას რაიმე პრობლემა აქვს ესპანელებთან. პირადად არ ვიცნობ, იმედი მაქვს, როცა ჩავალ გავიცნობ. არ მგონია ესპანელებთან რაიმე პრობლემა ჰქონდეს, ასე რომ არ იყოს პირველ რიგში ამ ღონისძიებაზე არ ვიქნებოდი და ახლა რადგან იქ ვარ, იმედი მაქვს თავის დაბადების დღის წვეულებაზეც დამპატიჟებს. ეგ მაგარი ამბავი იქნება, არა? მისმინე, ჩვენთვის უკვე ნათელია ვინ იქნება მისი დაბადების დღის მთავარი გმირი. შენ უკვე ინსტაგრამზე 18-0-ზე გიწერია. ნახავთ. აუცილებლად მოვიგებთ. ამაში დარწმუნებული ვარ. გული მწყდება, რომ ეს მაინც და მაინც მათ ამერიკელების წინააღმდეგ მიწევს. მაგრამ სპორტია. აქ მთავარი ბრძოლაა და არა ის თუ ვის რა დროშა უჭირავს. გასაგებია, აქამდე მე მხოლოდ ერთ რამეს ვამბობდი შენზე. როცა ილია რამეს ჰპირდება, თოფურია ამას ასრულებს. ამიტომ მითხარი, რას ფიქრობს ილია ახლა. ნახოთ, რაღაცის მოხდენის ალბათობა ყოველთვის არსებობს, მაგრამ წაგების შანსი ძალიან მცირეა. რაღაც ძალიან უცნაური რამ უნდა მოხდეს, რომ მე დავმარცხდე. თუ შევხედავთ იმას, რაც ხელთ გვაქვს, რაც ფურცელზე გვიწერია ჩემსა და ჯასტინ გეიჯის რეზიუმეში, თუ გავანალიზებთ მის უნარებს, ტექნიკას და შემდეგ ჩემსა შევადარებთ, შანსი არ აქვს. 0-დან 100-მდე? 100% დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებული გამოვალთ. როგორც მე ვთქვი, ილია სიტყვას იძლევა, თოფურია კი ასრულებს. რაიმე რჩევას ხომ არ მისცემდი გეიჯს, რას ეტყოდი მას ახლა? არ ვიცი რა რჩევა უნდა მივცე ჯასტინ გეიჯის. ბევრი ზიანი არ მიიღოს, არა თავს გაუფრთხილდეს. ნაბიჯები ფრთხილად გადადგას, კოჭი არ იღრძოს და რაც მთავარია დანიშნულ დროს და ადგილას გამოცხადდეს, რადგან მე იქ ყოფნა ძალიან მინდა. ტრამპისთვის თუ გაქვს რჩევა, რათა სანახაობი დათქვეს, ის UFC-ს დიდი ფანია და შენ მასთან ახლოს იქნები. თვალი არ დაახამხამოს და თმის ვარცხნა არ დაიწყოს, რადგან ყველაფერი ძალიან სწრაფად ასრულდება. ეგ კარგი იყო. ბახაჩევის ამბავი როგორა? ისევ გაიქცა, როგორც ყოველთვის თუ მართლა აპირებდა ის შენთან ჩხუბს. ბრძოლა ძალიან ახლოს იყო. თეთრი სახლის ივენთის გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე ვიცოდი, რომ ისლამის წინააღმდეგ უნდა მეჩხუბა და ეს ბრძოლა უნდა დაანონსებულიყო. ოფიციალურ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე დამირეკეს და მითხრეს, რომ ისლამი ახლახანს დაშავდა და ჯასტინ გეიჯისთან მომიწევდა ბრძოლა. ასე რომ ეს ბრძოლა მართლა ძალიან ახლოს იყო რეალობასთან. და შენ გჯერა, მართლა ამიტომ არ შედგა თოფურია მახაჩევის ბრძოლა. არ ვიცი, როცა რაღაც ჩემს კონტროლს არ ექვემდებარება, დიდ ენერგიას არ ვხარჯავ იმაზე ფიქრში თუ რა მოხდა სინამდვილეში და მართლა დაშავდა თუ არა. არ მაინტერესებს. ეს შენი ბოლო დიდი გამოწვევა იქნება. გულისხმობ იმ დღეს, როცა ილია დაამარცხებს მეორე საუკეთესოს, რომელიც სავარაუდოდ ისლამი იქნება. მოვიპოვებ სამ ქამარს, რაც აქამდე არავის გაუკეთებია და იტყვის. ამას დავჯერდები, დრო აკარები გამოვიხურო, სახლში წავიდე და UFC დავტოვო. არ ვიცი.
არ ვიცი რას ვიგრძნობ იმ მომენტში. წინასწარმეტყველობას უკვე თავი დავანებე, რამდენჯერმე ვთქვი კიდეც. ახლა ასე ვუყურებ. გააჩნია რას ვიგრძნობ იმ მომენტში, ჩემი გული რასაც მიკარნახებს იმას გავაკეთებ და რაც მთავარია, დედაჩემს უნდა მოვუწმინო. შესანიშნავი რჩევა ყველა მსმენელისთვის. შენი მადრიდით დავასრულებ. როგორც ჩანს, ლა ლიგას დაემშვიდობდნენ და ხვალ ყველაფერი ბაიერთან წყდება. რა მესიჯს გაუგზავნი მადრიდისტებს? სრულ მხარდაჭერას უცხადებ ყველა მადრიდისტას. ჯერა რომ მოვიგებთ, მადრიდის სათანადო შეუფასებლობა არც ერთ მომენტში არ შეიძლება. მადრიდი არის მადრიდი, იქ ბოლო წუთამდე ვიქნებით. და თოფურია არის თოფურია. თოფურია არის თოფურია. თოფურია მატადორია. მიკროფონი შენია, 14 ივნისი, თეთრი სახლი. ყოველთვის ამბობ, რომ ჩვენი არხი ყოველთვის შენს გვერდითაა. რა მეშიც გაუგზავნი ჩვენს მსმენელებს. მინდა მადლობა გადაგიხადოთ გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა ყველა მსმენელს და მათ, ვინც ჩვენს გადაცემას უყურებს. თეთრ სახლში 14 ივნისს რა უნდა ქნას ტრამპმა? ტრამპმა რაც უნდა ქნას არის ის, რომ თვალი არ დაახამხამოს, კარგად დაივარცხნოს და დრო არ დაკარგოს, რადგან ყველაფერი სწრაფად დამთავრდება.